გამოკითხვების სერია ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და პრემიერის გიორგი გახარიას წინააღმდეგ გრძელდება. პროკურატურა ცოტა ხნის წინ დატოვა ოცნების დეპუტატმა და წულუკიანის კომისიის წევრმა ალექსანდრე ტაბატაძემ. ის ჩორჩანის ეპიზოდის დროს 2019 წლის 24 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. ცოტა ხანში კი პროკურატურის შეკითხვებს ამავე საქმეზე უნდა უპასუხოს კახა კახიშვილმა, რომელიც მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. ალექსანდრე ტაბატაძეც იმეორებს ოცნების შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვახტანგ გომელაურის რიტორიკას, რომ ჩორჩანის საგუშაგოს გახსნა არ ყოფილა მთავრობასთან შეთანხმებული და ამ გადაწყვეტილებამ ვითარება გაამწვავა. თამარ დემეტრაშვილი მუშაობს პროკურატურასთან, ის მოგვიყვება რა თქვა დეტალურად გამოკითხვის შემდეგ ალექსანდრე ტაბატაძემ. თითქმის 3 საათზე მეტი ხანი დაყო ალექსანდრე ტაბატაძემ გენერალური პროკურატურის შენობაში. მან ჟურნალისტებთან განმარტებები გააკეთა დეტალურად, რაზე ესაუბრა ის გამომძიებლებს. კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩორჩანის საგუშაგო არ ყოფილა შეთანხმებული უსაფრთხოების სამსახურთან და ფაქტობრივად ეს იყო მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თვითნებური გადაწყვეტილება, ასე ამბობს ალექსანდრე ტაბატაძე. მან თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებამ მძიმე შედეგები მოუტანა ქვეყანას და დაიკარგა დაახლოებით 1 მილიონი კვადრატული მეტრი ტერიტორია ჩორჩანის ტყის მიმდებარედ, ასევე საოკუპაციო რეჟიმმა 5 საგუშაგო განათავსა მიმდებარე ტერიტორიაზე. თქვა ასევე, რომ საქართველოს კითხვაზე რატომ დაინიშნა პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია იმ ფონზე თუ ასეთ არასახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს იღებდა, ფაქტობრივად ალექსანდრე ტაბატაძე მიანიშნა ის, რომ გარე ძალების გავლენით მოხდა დანიშნა გიორგი გახარიასი. მან თქვა, რომ საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომელიც 2022 წლიდან იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს. ჩემი პროკურატურაში დაბარების მიზანი იყო ის, რომ 2019 წელს მე ვიყავი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე და სწორედ როდესაც ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით მიდიოდა მსჯელობა, მე ასე თუ ისე ვიცოდი თუ რა ხდებოდა ჩორჩანას საგუშაგოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ. ჩორჩანას საგუშაგოთ ჩვენ მივიღეთ ძალიან ცუდი შედეგი. 100 გექტარი ტყე, ეს არის მილიონი კვადრატული მეტრი. ხაშურის რაიონის რამოდენიმე მოსახლე, რომელიც საოკუპაციო ხაზის აქეთ იყო, დარჩა საოკუპაციო ხაზს მიღმა. გარდა ამისა, ჩვენ დავდგით ამ შემთხვევაში ქართულმა მხარემ ერთი საგუშაგო, მოწინააღმდეგე მხარისგან დაიდგა 5 საგუშაგო და 1 მოძრავი პოსტი. რაც საჭიროა ის გაკეთდა და მთავარი ის არის, რომ ჩვენ ავიცილეთ საშიშროება იმისა, რომ მომხდარიყო, არ მომხდარიყო ეგ ცეცხლის გახსნა. არ მოაშორეთ ადამიანის სისტემიდან, რომელიც ცეცხლის გახსნის საფრთხეს ქმნიდა და ორ კვირაში რატომ დანიშნეთ პრემიერად? ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს ჩორჩანის ტყე, რომელსაც ამბობთ თქვენ, რომ დაიკარგა, არის იმ ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა, ანუ ოსლოს მხარეში თუ აქეთ მხარეს? არა, ეს არის პრაქტიკულად ახალი დაკარგული ტერიტორია. ჩვენ როდესაც ვიძახით, რომ ჩვენი ერთი საგუშაგოს ნაცვლად იქ მივიღეთ 5 საგუშაგო, იმ ტყეში 4 საავტომობილო გზა გაჭრილი და ასე შემდეგ, სწორედ ეს არის სამწუხარო ამბავი და ამას ვერ გავაქცევით ამ რეალობას. სხვა ტერიტორიებზე პასუხს ვინ აქვს? რას ქვია სხვა ტერიტორიებზე? ბორდერიზაცია, სხვა ტერიტორიებზე, რომელიც ბორდერიზაციის ეს არის რეალური მოცემულობა. სხვა ტერიტორიებზე პასუხს ვინ აქვს? ოკუპირებული რუსეთის მიერ. მარტო ის პრობლემა ის ტყე, რომელიც გახარია ტერიტორიებზე ვინ არის? რა თქმა უნდა, არ არის მარტო ის, მაგრამ ჩვენ იმას წუხვართ და მაგაზე ვქონდა ჩვენ სწორედ ეს უარყოფითი დამოკიდებულება, რისი შენარჩუნება შეგვეძლო, რომ სხვა ტერიტორიებზე ბორდერიზაციით ვინ აგებს? 6 საათისთვის გენერალურ პროკურატურაში უკავშირდებიან კახი კახიშვილს. ის ჩორჩანის მოვლენების დროს იყო მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისიც ასევე მისცემს ჩვენებას ამ მოვლენებთან დაკავშირებით. რაც შეეხება გიორგი გახარიას, ის ხელმეორედაა დაბარებული წულუკიანის კომისიაში. გახარია საკანონმდებლო ორგანოში 23 ივლისს უნდა მივიდეს.